ტერმინები, რომელსაც ხმარობთ, მოსკოვის მექანიზმი, ასე შემდეგ, შეიძლება ჩვენი რიგითი მოქალაქეებისთვის მაინც გაურკვევლობას წარმოადგენდეს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ არც თუ ისე სასიამოვნო გაგებით, გავნებივრდით ევროპული ინსტიტუტების მხრიდან კაცრი შეფასებებით. აი ხალხს რო გავაგებინოთ, რატომ არის ეს მომენტი და ამ მექანიზმის ეს დასკვნა რაღაც განსხვავებული ჩვენ ცხოვრებაში. საღამოშვიდობის გიორგი, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ნამდვილად ასეა. რაღაცნაირი ცხელი გაზაფხული თუ პოლიტიკური გაზაფხული გვაქვს, თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკურ კონტექსტს ამ განცხადებების. როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ არაერთი რეზოლუცია, პოლიტიკური განცხადება, შეფასება, რაღაც მკაცრი დიპლომატიური ტონალობა, ეს ყველაფერი აქამდეც იყო, იმიტომ რომ ოცნების ქმედებები, ხელწერა თუ დემოკრატიული უკუსვლა არ ახალია. არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ამიტომ მათი ეს ქმედებები არაერთხელ დაგმეს ჩვენმა პარტნიორებმა, მაგრამ აქამდე ასე ჩანს, რომ არსებითად არც არაფერი იცვლებოდა, იმიტომ რომ ოცნების მოლაპარაკე თავებს ჰქონდათ თითქოს იმის ფუფუნება, რომ ეთქვათ ჩვენ ევროპის განცხადებები არ გვაშინებს, ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს და ჩვენ პოლიტიკას გავაგრძელებთ. რატომ? იმიტომ რომ მათი პოლიტიკა არის სწორედ ის, რომ ევროპამ ჩვენზე ხელი აიღოს, ჩვენგან შორს წავიდეს, დისტანცირდეს და საქართველოს იზოლაციაში მოექცეს, რაც შემდგომ მას რუსულ ორბიტაზე გაცილებით უფრო სწრაფად დააბრუნებს ეფექტურად, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ. ეს მოცემულობა პირველ რიგში განსხვავდება თავისი პოლიტიკური კონტექსტით და იმ შედეგით, რომელიც ამ მოცემულობაში დადგა, ხო? ოცნების მიზანი თუ იყო, რომ ევროპა ჩვენგან ჩამოეშორებინა, საქართველოს ჩამოეშორებინა ევროპას და რაღაცნაირად დასავლეთი, რაც შეიძლება შორს წასულიყო აქედან, ამ განცხადებებით და ამ გადაწყვეტილებებით ცალსახად ჩანს, რომ საქართველოს არათუ უკანა პლანზე გადაიწია, არამედ იმ ფონზე, როდესაც ევროპის კონტინენტზე გაჩაღებულია ერთი ომი და ახლო აღმოსავლეთში მეორე ომი, ევროპის სტრუქტურების უმაღლესი ტრიბუნები იცლიან საქართველოზე სამსჯელოდ და არა მხოლოდ საქართველოზე სამსჯელოდ, არამედ ისეთი მექანიზმების ასამუშავებლად, როგორიც არის მოსკოვის მექანიზმი, რომელიც არის უიშვიათესი მექანიზმი, რომელიც თუ არ ვცდები, სულ გამოყენებულია 17 შემთხვევაში და რომელიც თავისი შინაარსით განსხვავდება იმ განცხადებებისგან, რომლებზეც რაღაც კოლექტიურ ზარქუებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ამ განცხადებებს ჩალის ფასი აქვს. რატომ? იმიტომ რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია რამ განაპირობა ეს პოლიტიკური კონტექსტი, იმის მიღმა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და გეოპოლიტიკური პროცესები განსხვავებულად დაიძრა რეგიონთან მიმართებით, იმის მიღმა, რომ დასავლური ინტერესი კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ განსაკუთრებულად სახეცვლილია, თუ გავითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ დინამიკას, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარეობს, და იმის გათვალისწინებით, რომ დრო და მომენტი ზუსტად თანხვედრაშია იმ ვარაუდებთან, რომ ქართული ოცნება შესაძლოა ტრანსნაციონალურ დანაშაულებებში მონაწილეობდეს. ანუ ყველაფერი ეს მიუხედავად იმისა, რომ ეს დასკვნა ძალიან სრულფასოვნად აფასებს ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს ქვეყნის შიგნით, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სიმკაცრის კონტექსტი განაპირობა სწორედ იმ საფრთხემ, რომ ოცნება შესაძლოა სისტემურად იყენებდეს ქართულ სახელმწიფოს ტრანსნაციონალური დანაშაულებების განსახორციელებლად. იქნება ეს დერეფნის უკანონო გამოყენება, იქნება ეს ნარკოტრაფიკინგი, იქნება ეს კოლცენტრები თუ იქნება ეს აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენება. ეხლა თვითთავად მოსკოვის მექანიზმი რატომ არის ყურადსაღები? იმიტომ, რომ მისი აღსრულება აღარ არის ოცნების ხელში. დაემორჩილები თუ არა ამ რეკომენდაციებს, ეს აღარ არის იმ სისტემის გადასაწყვეტი, რომელიც არის ეჭვმიტანილი. ჩვენ ჩანაწერში ვნახეთ ისეთი ტერმინები, როგორიც არის ძალადობის პატერნი. ანუ არა ერთჯერადი გადაცდენა, ან გადაცდომა, არა რაღაც გაუფრთხილებლობით დარღვევა, არამედ შესაძლოა სისტემის მიერ ძალადობის მექანიზმად გამოყენება, ანუ ძალადობის პოლიტიკა, როგორც მექანიზმი ხელისუფლების. სისტემური ძალადობა. ისევე როგორც ჩვენ ვხედავთ ტერმინებს, როგორიც არის წამების ზღვარზე.
ანუ აქაც ნინო ერთი დავაზუსტოთ, რომ წამება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია მათ შორის ამ შეფასების ნაწილის, მაგრამ აქ საუბარი არის ადამიანობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ნიშნებზე, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაც არის წამებასთან გათანაბრული. მოპყრობა დღეს მოვისმინე ქალბატონი მაიამ წარიაშვილის იურისტის განმარტებები ამასთან დაკავშირებით და ეს ჩემთვისაც სიახლე ყოველ შემთხვევაში ფაქტობრივი დაზუსტება იყო, რომ გაცილებით უფრო ფართო დანაშაულის მასშტაბზე გვაქვს ჩვენ საუბარი და მათ შორის საერთაშორისო კონვენციური დაიჯად დანაშაულზე, ვიდრე თუნდაც წამების კომპონენტია. ანუ წამება თავისთავად უბედურებაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არის ადამიანობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ერთ-ერთი გამოვლენა და იქ ლაპარაკია ადამიანობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების კომპონენტზე. რაც არის ისეთი ტიპის ბრალდება, რომლის უგულებელყოფას პირველ რიგში ვერ მოახდენს საერთაშორისო თანამეგობრობა და რომლის უგულებელყოფას ვერ შეძლებს ოცნების სისტემა. ამით განსხვავდება ეს განაცხადი ყველა სხვა პოლიტიკური ხასიათის განცხადებისგან. და მიუხედავად იმისა, რომ ეუთო თავად და მისი ინსტრუმენტები არ არიან აღმასრულებელი ფუნქციით აღჭურვილი, ყურადსაღებია ის, რომ ამ შემთხვევაშიც შესაძლოა და ვინაიდან ასეთ მძიმე დანაშაულებზეა საუბარი და არ ვიცი ნახავდით თქვენ ამ დოკუმენტს, როგორ უზუსტესად და უდეტალურესად აქვს ამ ახალგაზრდა ქალს შესწავლილი საქართველოში არსებული ვითარება, ძალიან სკრუპულოზურად აღწერილი ყველა ქმედება და შეფასებული ძალიან ზუსტად და რეკომენდაციები, რომელიც არის ჩამოთვლილი, არის ძალიან მკაცრი და კონკრეტული. მიუხედავად იმისა, რომ ამავე დასკვნაში სრულად არის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ეს მათი ვალდებულებაა, განმარტებები. პასუხი კი ბატონო. ეს რატოა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს განმარტებები მოისმინეს რა ამის შემდეგ და მიუხედავად ამისა დაწერეს ასეთი დასკვნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რასაკვირველია, ეს არის ეს განმარტებები არ ჩაითვალა. მათი შეფასება, მათი შეფასებები. ანგარიშ გასაწევ ან ესე მნიშვნელოვან დასაბუთებად. საკმარისი არგუმენტაცია არის. როგავარო კინაღა მოკლეს, ამაზე რომ მიწერეს, რომ ჩვენ ვერ მოვახდინეთ იდენტიფიცირება სპეციალური დანიშნულების რაზმის იმ წევრისა, ეს წერია იქ, მაგრამ რო ვერ მოახდინეთ, ეს იმათ ფაქტად არ მივიღეთ, იმიტომ რომ დებილი უნდა იყოს სრული და იდიოტი და თანამედროვე ასეთი არიან, რომ ასეთი რამე უთხრა, რომ შენივე სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ვერ ამოიცანი თურმე ვინ არის ამდენ თვიანი და ლამის წლიანი გამოძიების შემდეგ და ნუ ეს ვერ დაადგინე. კი ბატონო. ხო, რასაკვირველია, ანუ ეს მათ მიუკერძოებლობის სტანდარტი უმაღლეს დონეზე აქვთ დაცული, რასაკვირველია ოცნების წარმომადგენლებს, მაღალ ჩინოსნებს ისინი ესაუბრენ, მათი არგუმენტები მოისმინეს და ეს არგუმენტები შეაფასეს ზუსტად ისე, როგორც უნდა შეაფასებინათ, იმიტომ რომ ეს იყო 100%-ით პროპაგანდისტული არგუმენტები, რომელიც მათ შორის არ ვიცი, ალბათ ზერელეთაც მოეკიდნენ, იმიტომ რომ არ ჩათვალეს, რომ ეს დოკუმენტი ასეთი სიმძიმის იქნებოდა და რაც ვთავარია, მას შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები მოყვეს ცალკეული პირების მიმართ და თვითონ ამ სისტემის მიმართ. რატომ? იმიტომ რომ ეუთო არის აღმასრულებელი ორგანო, არამედ იმიტომ რომ მას შეუძლია ინიცირება გაუკეთოს უნივერსალური მართლმსაჯულების მექანიზმს, რომელიც გულისხმობს უნივერსალური აღსრულების მექანიზმს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიიჩნიოს საჭიროდ, რომ დამოუკიდებლად დაიწყოს ამ ქმედებებზე და ამ დასკვნებზე დაყრდნობით გამოძიება საქართველოს, ქართული სახელმწიფოს და ცალკეული პირების მიმართ. ისევე როგორც აღსრულებად შეუძლია ნებისმიერ სახელმწიფოს დამოუკიდებლად იმისგან, ქართული სისტემა ითანამშრომლებს თუ არა მათთან. ამით არის ეს თვისებრივად განსხვავებული შინაარსის დოკუმენტი. თქვენ მნიშვნელოვანი კომპონენტია ახსენეთ უნივერსალურ სამართალზე ლაპარაკი და მეორე მხრივ თავად რეკომენდაციებით მოუწოდებენ სახელმწიფოებს ინდივიდუალურად მიმართონ, ასე თქვა, ჰააგის სისხლის სამართლის და სხვა კიდევ სპეციალიზირებულ სასამართლოებზე იმსჯელონ და სპეციალურ კომისიებს და ასე საგამოძიებო კომისიებზე და პროკურატურის უფლებამოსილებებზე ლაპარაკი. სხვა შორის არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომ ბელორუსიდან განსხვავებით, სადაც მოსაზღვრე ქვეყნის
უკრაინაში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გახდა საჭირო ლიტვის მიმართვა ლუკაშენკოსთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ამ მექანიზმის დასკვნის საფუძველზე ესეთი ტიპის საფეხურების გავლაც არ არის საჭირო, ანუ ეს არის სულ სხვა დონე უკვე საწყისი საგამოძიებო პროცესის აღსაძვრელად ჰააგაში, ანუ პროკურორს არ დაჭირდება ჰააგის სასამართლოს ნებართვა სანქცია საქმის აღსაძვრელად. ჩემი კითხვა მდგომარეობს თქვენი პასუხის ბოლო ნაწილში, სადაც აი სახელმწიფოების პასუხისმგებლობის დონეზე ვლაპარაკობთ. ატყობთ თუ არა ენთუზიაზმს და ინტერესს ამ თვალსაზრისით და ვახსენოთ ხვალინდელი მოვლენა, რომელიც მაინც გარკვეული სიურპრიზი იყო, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის, უკრაინის და ასეთ დაძაბული დღისას რიგის მიუხედავად აღმოჩნდა, რომ ხვალ ამაზე იქნება მსჯელობა ბრიუსელში. ხო, საბოლოო ჯამში გიორგი მთავარი საკითხი, ეს არის მთავარი საკითხი ჩვენი გადმოსახედიდან. რატომ? იმიტომ რომ ეხა ყველას გვესმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიისთვის მებრძოლ საზოგადოებას გაეხარდა ამ მოსკოვის მექანიზმის ამ ტიპის დასკვნა, ვაცნობიერებთ იმას, რომ პისერი შედეგები ხა ხვალდაზე გისი არ დადგება, რომ უცებ რაღაცნაირად იმ ადამიანებმა შვებით ამოისუნქონ, რომლების მიმართაც სრული მოცულობით არის ამუშავებული რეპრესიული მანქანა და ამავდროულად ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია მიმდინარეობს, გრძელდება და ჯერჯერობით არაფრით არ შეფერხდება, ხო? ანუ ეს ამ რეალობასაც ყველა უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამ ოპტიმიზმის სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და ვთქვათ, გადამეტებული მოლოდინები იმიტომ არ გაგვიჩნდეს, რომ შემდგომ დაუსაბუთებელი თუ უსამართლო სკეპსისი არ გაჩნდეს იგივე ევროპული ინსტრუმენტების მიმართ. მაგრამ არსებითი აქ არის თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში ის, რომ საქართველო აი ამ გეოპოლიტიკურ პროცესში არათუ იზოლირებულად არ განიხილება, არამედ მას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ენიჭება. ანუ საქართველო საერთაშორისო ყურადღების ცენტრში რჩება და ხვდება მიუხედავად მიმდინარე პროცესებისა და სწორედ მიმდინარე პროცესების გამო. იმიტომ რომ ის პოლიტიკური დინამიკა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანშია დაწყებული, ხვდებით ყველა და დაცნობიერებს ამას საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საქართველოს გარეშე პრაქტიკულად ვერ განხორციელდება მომდევნო 10 წლებში ალბათ. ამას მოწმობს პაშინიანის განცხადებებიც, რომელიც მან გააკეთა საქართველოშიც და ბრიუსელშიც, სადაც ივარაუდება, რომ თითქოს მედიაცია გაუწია საქართველოს მთავრობას, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი ვერსია როგორია ამ შემთხვევაში, როგორც გამოსტილი? ამ შემთხვევაში არ გამოირიცხება, რასაკვირველია ის, რომ შესაძლოა მას თხოვეს, რომ სიტყვა შეგვაწიეო, რომ ივანიშვილს თავი დაანებონო და იქნებ სხვანაირად მოვილაპარაკოთ ერთმანეთშიო, მაგრამ ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ოცნება გამალებით ეძებს გზებს, რომ რაღაც კომუნიკაციის არხები მონახოს დასავლეთთან და ამავდროულად პაშინიანის ძალიან კონკრეტულად გაცხადებული საკითხი, რომ მისი მომავალი სტრატეგიული პოლიტიკის საკვანძო საკითხი გადის საქართველოზე როგორც გეოგრაფიულად, ისე პოლიტიკურად და სწორედ ამიტომ არის ეს მისთვის სტრატეგიული დანიშნულების საკითხი. ანუ როგორი ვარაუდიც არ უნდა იდგეს ამ განცხადებების უკან, ფაქტი ერთია, ჩვენ სამეზობლოში დაწყებულია ისეთი პროცესები, სადაც არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპის გზას დაუბრუნდეს და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას კვლავ იმსახურებდეს. ეხლა პოლიტიკურად, მათ შორის შიდა პოლიტიკურად ეს საკითხი არსებითად რატომ ცulis აქამდე არსებულ რეალობას? იმიტომ რომ აქამდე ძალიან აშკარა იყო დარღვეული ძალთა ბალანსი. სისტემის ხელში იყო აბსოლუტურად სრული ძალაუფლება, ან კონსოლიდირებული ძალაუფლება, ხო მათ ხელში არის ყველანაირი, რა ვიცი, საკანონმდებლოც და აღსრულების მექანიზმებით მათ შეუძლიათ მიიღონ კანონი, რომ ხვალ ყველა ჩამოახჩონ და მერე თვითონვე ჩამოახჩონ, ხო? მათ ხელშია ძალადობის აღსრულების ყველა ბერკეტი. მეორე მხარეს არის დიდი დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც არის შიშველი ხელებით, რომელიც იბრძვის, მაგრამ იმაზე მეტი არ შეუძლია, ვიდრე გამოვიდეს ქუჩაში, ვიდრე დაიცვას თავისი უფლებები, ვიდრე დაიცვას სახელმწიფო ინტერესი, მაგრამ ამის იქით მას ამის რესურსი არ აქვს. სწორედ ამისთვის სჭირდებოდა მას საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა. და აქ შემოდის აი ეს კომპონენტი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ახლა ისეთ ზეწოლასთან გვაქვს საქმე, რომელმაც შესაძლოა ეს უსამართლო დარღვეული ძალთა ბალანსი
ოდნავ გამოათანაბროს და ოცნებას მოუწიოს ისეთ დათმობებზე წასვლა, რომელსაც ის აქამდე არ გეგმავდა და არ აპირებდა. სწორედ იმიტომ, რომ მოსკოვის მექანიზმი სრულიად განსხვავებული მოცემულობაა, სწორედ იმიტომ, რომ მოსკოვის მექანიზმი ლამის, რა ვიცი, ფეხ მიყვა ევროკავშირის რეზოლუციას და სწორედ იმიტომ, რომ ხვალ ის შეხვედრა იმართება, რომელიც იმართება ორ დასავლურ მსხვილ მონაწილესთან, რომლებმაც ახლა თავის ხელში აიღეს ევროპული პოლიტიკის განსაზღვრა და საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება. ამიტომ არის, რაც ვთქვათ, ფრთხილ, მაგრამ საფუძვლიან ოპტიმიზმს იძლევა დემოკრატიისთვის, მებრძოლი ძალებისთვის, რომ ამან შეიძლება ცოტათი შეცვალოს ეს ნინო ძალიან დიდი მადლობა. ერთის მხრივ, იმიტომ რომ კონტექსტში, საერთაშორისო კონტექსტში განსაკუთრებით ძალიან კარგად დაანახეთ აუდიტორიას მნიშვნელობა ერთის მხრივ თავდაპირველ მექანიზმის აღძვრის და ახლა უკვე იმ შედეგის, რომელიც ამ დოკუმენტით დაიდო და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მისი აღსრულების და მეორეს მხრივ ეს ფრთხილი ოპტიმიზმი, რომელიც თქვენ გახასიათებთ ხოლმე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო დემოკრატიული გეგმების რაციონალიზაციისთვის. მადლობა, დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა.